და ეს მტკვარი ქართველთა სულით გაივსება. ილღაზის გამოგზავნილი მორჩილების ხალად უკან დახევას უბრძანებდა მეფეს ქართველთა. საქართველოს ბედი დღეს წყდებოდა. დაადგა დავით, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა და ბრძანა მეფემ ჩაფერგეთ გზები უკან დასახელი და იყო ბრძოლა, იყო დიდგოლა, ძლევა ისავილელი და ულამდან თმილდა. საქართველო